დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 19 დეკემბერია უყურებთ კურიერს 9 საათზე. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სერბეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს დღეს სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი პრეზიდენტის რეზიდენციაში პირადად უმასპინძლებს. მათ შორის შეხვედრა ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატში უკვე შედგა, რომლის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც. ასევე შედგა პრეზიდენტ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან. დღის ბოლოს კი მან ავალას მთაზე გვირგვინით შეამკო უცნობი გმირის მემორიალი. გაუზიარეთ ჩვენ ერთმანეთის გამოცდილება, შევთანხმდეთ რა თქმა უნდა სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, საგანმანათლებლო ნაწილში, თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში, შეგვირდნენ რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში საპარლამენტო ჯგუფსაც შექმნიან. განსაკუთრებით საგანმანათლებლო ნაწილი იყო მნიშვნელოვანი, სადაც სტიპენდიაზე და სტუდენტების გაცვლაზე იყო საუბარი. სერბეთი აღფრთოვანებულია საქართველოს განვითარების ტემპით, სისტემით და თანმიმდევრობით. ეს ეხება როგორც ეკონომიკური ზრდის ნაწილში გამოხატა თავისი დიდი აღფრთოვანება, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ თავის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის ნაწილში საქართველოს ხელისუფლება ქართულ ხალხთან ერთად იბრძვის, დგას თავის პოზიციაზე და იმ ღირებულებებს და პრინციპებს იცავს, რომელზედაც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყანა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, გამოხატეს ძალიან დიდი მზაობა იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვლენ. საქართველოს პრეზიდენტ სერბეთის პატრიარქმა მისმა უწმინდესობა პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა. მიხეილ ყაველაშვილი ტაძარში მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან, დელეგაციის სხვა წევრებთან და სერბეთის პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციის წევრებს სერბეთის პატრიარქმა სავას ტაძრის ისტორიისა და იქ დაცული უნიკალური სიწმინდეების შესახებ უამბო. საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ თამარა ვუჩიჩმა მეცნიერების სასახლეში უმასპინძლა. მასპინძელმა ლედიმ და მეცნიერების სასახლის გენერალურმა დირექტორმა თამარ ბაგრატიონს სასახლეში მიმდინარე სამეცნიერო პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს. საქართველოს პირველ ლედის უმასპინძლეს ტესლას მუზეუმშიც. დღეს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხურება. სესიას ბიუროს ხდომით დახურავენ. უმრავლესობაში 2025 წლის მოწვევის პარლამენტის საქმიანობას აფასებენ. მმართველ გუნდში მიღებულ კანონებსა და მათ მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ასევე ამბობენ იმასაც, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებას. 2025 წლის საშემოდგომო სესია დატვირთული იყო საქართველოს პარლამენტისათვის, არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საქართველოს მომავლის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი კუთხით დარეგულირებული და საკანონმდებლო ჩარჩო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათ შორის ისეთი საკანონმდებლობის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას მავნეზე გავლენისაგან, განაშაულებში ჩართვისაგან. მნიშვნელოვანია მათ შორის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც პირდაპირ ზრდა არის ინვესტიციების კუთხით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე და არის სოციალურ საკითხებში. არაერთი საკანონმდებლო ცვლილება იქნა განხორციელებული, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გამტკიცდეს სახელმწიფო სუვერენიტეტი, კიდევ უფრო მეტი გარანტიები შეიქმნას იმისათვის, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ მშვიდობიან ვითარებაში განვითარება, მეტი ასე ვთქვათ სტიმული მიეცეს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენ საბოლოო ჯამში მივახციოთ იმ უმთავრეს ეროვნულ მიზნებს, რომელიც არის დეკლარირებული ჩვენი საზოგადოების წინაშე. არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. საუბარია დავით დიღმელაშვილზე, რომელსაც საკუთარ დიშვილზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. გამოძიების დაწყების საფუძველი სოციალური მუშაკის შეტყობინება გახდა. შეგახსენებთ, დავით დიღმელაშვილი იყო ნაციონალური მოძრაობიდან საგარეჯო საკრებულოს წევრი. ის დააკავა არასრულწლოვანი საქმეთა მთავარმა სამმართველომ. გამოძიება კი დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით.
ტყით უკანონო სარგებლობის მორიგი ფაქტი გამოვლინდა ახმეტის მუნიციპალიტეტში. სოფელ დუმას ტურში მოქალაქის ეზოდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 57 დაუფირნიშებელი მორი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად უკვე დაწყებულია გამოძიება. სამართალდარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქი საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით დაუფირნიშებელი მორები. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ყველა მსგავს ქმედებაზე გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მკაცრი ღონისძიება. ქვემო ქართლში 2024 წლის მაისში სტიქის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. სამუშაოები დასრულდა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ასლანკაზე მდებარე ხიდზე. აღდგენილია სტიქის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდი სოფელ სამღერეთში. სამუშაოები დასრულდა ბოლნისა და ხატის სოფლის შორის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდზეც. რაჭის უბანში კი მიმდინარეობს ორი ახალი ხიდის მშენებლობა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული. მიმდინარეობს ყველა მიმართულებით სამუშაოებისარეაბილიტაციო, გარკვეული მიმართულებების კორექტირებების შეტანა მოგვიწია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ორივე მუნიციპალიტეტში აქტიურ და დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიდის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და ვფიქრობთ, რომ ყველა პროექტის დასრულება დაგეგმილ ვადებში იქნება შესაძლებელი. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში შევიდა მდინარე ასლანკაზე არსებული ხიდი, ხოლო რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ამჟამად მიმდინარეობს ამ დაზიანებული ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაციის პროცესი. აქტიურ ფაზაშია ეს პროცესი. ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა 2025 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 27 საფეხურით დაწინაურდა 113-დან 140 ადგილამდე, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით კი საქართველოს მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37 ადგილზეა. ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის მანიუალის მიერ გაუმჯობესდა საქართველოს შეფასება მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით, რომელიც ეხება ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების რეგულირებას. ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ამ ზომებმა და გაუმჯობესებულმა რეიტინგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ დღესდღეობით საქართველოს აღნიშნულ AML ინდექსში აქვს დადებითი და გაუმჯობესებული შეფასება. აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უპრეცედენტოდ მაღალია და $1.2 მილიარდ შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში 2026 წელს 1077 საცხოვრებელი მოეწყობა. თანხები მოხმარდება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების პროგრამებს. დაგეგმილია 8 საჯარო სკოლის და სპორტული დარბაზის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 91 შენობას. თანხები გამოიყოფა ფინანს და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სამინისტროებისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია და ხასკაცასმელია, რომ 2026 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია, მილიარდიანი ნიშნავს გადააჭარბა. ეს თავის მხრივ ასახავს იმ ძირითად ეკონომიკურ აქტივობას, ბიზნეს სეგმენტის სიძლიერეს, ვინაიდან ბიუჯეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, როგორც არის საშემოსავლო გადასახადი, გაზრდილი პარამეტრით არის, შესაბამისად ესეც ეკონომიკური აქტივობის შედეგია. ბიუჯეტი გაიზარდა, მილიარდ ნიშნავს გადაცდა, რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას და თავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის მადლობა, სწორედ იმ შრომისთვის, რამაც გამოიწვია საერთო სიკეთის მქონე დოკუმენტის ზრდა, რაც ბუნებრივია მომავალ წელს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა, სოფლის მეურნეობა, პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს თითოეულ მოქალაქეზე. ახალციხეში სპორტსკოლის მშენებლობა, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. რეკონსტრუქცია utardeba ასპინძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ კომპლექსს. პროექტის ფარგლებში იგეგმება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობის, 300 მაყურებელზე გათვლილი დარბაზისა და სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაკეთდება გამწვანების ზოლი და საპარკინგე სივრცე. მიმდინარეობს გეგმაგრაფიკით სამუშაოები.
ეხა უკვე ვართ გადახურვის ეტაპზე, კონსტრუქცია დავამონტაჟეთ, მიმდინარეობს ასევე არსებული შენობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი თავისი მასშტაბურობით არის გამორჩეული და განსხვავებული, მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და დასრულება ჩვენი ქალაქისათვის, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, სპორტსმენებისათვის, მათ ამ პროექტის დასრულების შემდეგ ექნებათ სრულიად ახალი შესაძლებლობა. უკრაინისთვის რუსული აქტივების გამოყენებაზე ევროკავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ინფორმაციას ფრანგული სააგენტო ავრცელებს. თუმცა მიღწეულია კონსენსუსი ომში მყოფი ქვეყნისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე. ამ გადაწყვეტილებას უნგრეთი და სხვა კონსერვატიული სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან. ამ დრომდე მოლაპარაკებების საგანია უკრაინაში ომის დასრულების საკითხიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, დროა ოფიციალურმა კიევმა სწრაფად იმოქმედოს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა დროს კარგავს, რუსეთი წინ მიიწევს. განცხადებას აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ნატოში ჯერ ვერ ვხედავ შესაძლოა მათი პოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვალოს. შესაძლოა ვინმემ საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ უკრაინული არმია ნატოს მხოლოდ გააძლიერებს და არა პირიქით. პოლიტიკოსები იცვლებიან, ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება, ამბობს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე გემშვიდობებით 10 საათამდე ეთერს კი განაგრძობს დილამშვიდობისა საქართველო.